გადავინაცვლებთ რუსთაველზე, იქ ჩვენი კორესპონდენტი ლიზი ვეკუა იმყოფება საზოგადოება შეკრებილი პარლამენტის წინ და ლიზი მოგვიყვება რა ვითარება და განწყობა უკვე დღის ბოლოს. ამინდის მიუხედავად დღის ბოლოსაც რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი და აქ შეკრებილები არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოხალხო აქტივისტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სტუდენტები და ის ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან ერთი მთავარი მიზნისთვის, ევროპული საქართველოსთვის. თქვენ კადრში ხედავთ 9 აპრილის მემორიალს, სადაც დღეს მთელი დღის განმავლობაში მოდიოდნენ ადამიანები და მოჰქონდათ ყვავილები, ანთებდნენ სანთელს, პატივისცემდნენ 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულებს და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს ვერც ერთმა ქართული ოცნების წარმომადგენელმა ვერ შეძლო რომ მიეგო პატივი 9 აპრილს დაღუპული ადამიანებისთვის. მე გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, ლუკა ჭოხონელიძეს. ლუკა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ და გითხავთ დღევანდელ დღეზე 9 აპრილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ასევე დღეს ვთვლით ყობახიძის განცხადება და ქართული ოცნების რიტორიკა, რომ თითქოს 9 აპრილს როგორც ვითარდებოდა მოვლენები, ეს იყო გამოწვეული უცხოური ძალისგან. აი ეს პროცესი რომ შევაფასოთ და ქართული ოცნების ეს რიტორიკაც ცხადია. რეალურად დღეს რომ მართლა სულნათი ზუსტად გამხურდია და მე რა პროსტავა ცოცხლები იყვნენ, ალბათ კომისიაში დაიბარებდა დღეს ქართული ოცნება, რომ შეიძლებოდა თუ არა 9 აპრილის არცილება. არაფერ ფასეულს ესენი პატივს აღარ წემი და მუდამ რაღაც ტრაგედიების პრევენცირებაზე საუბრობენ. ხო, მათ შორის დღესაც რატო ხო ვიღაც ეთნიკურად ქართველი, მაგალითად კოტე ზარნაძე რატო არ მიუშვეს აქ, ხო? მარტივი მიზეზის გამო არავინ არ უშლის ქრისტიან კაცს სანთლის დანთებას, მაგრამ აქ ამბავი სხვა რამეშია. ეს მონუმენტი და ეს მემორიალი ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ მისცეს უფლება საქართველოს გასაბჭოების და დამოუკიდებლობის გამო იბრძოდნენ ეს ხალხი და საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწინენ და ადამიანები, რომლებიც ამას პატივს არ წემენ და ეს არის მხოლოდ პათეტიკური პოსტებით, რომელ პოსტშიც რუსეთსაც არ ახსენებენ, ეს არ გაღიზიანების პოლიტიკა არ არის. არ გაღიზიანების პოლიტიკა მართლა გვესმის ყველას. მართლა ხო, იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის გადიოდა ამ შუაგზას, რაღაც ოქროს შუალედს, რომ სულ იმპერიებს შორის იყო. ეს მართლა გვესმის, თუმცა ეს უკვე არ არის არ გაღიზიანება, ეს არის გამიზნულად არ გაბრაზება პუტინის, რადგან თითქოს დავალებულები არიან. სწორედ ამიტომ კოტე ზარნაძე და მისნაირის საცეცები ასეთ მონუმენტებთან, მემორიალებთან და მართლა გმირების სახსოვარ ადგილებთან ვერ უნდა მივიდნენ და ამის გარანტორები უნდა იყვნენ ზუსტად ადამიანები, რომლებიც დღეს აქ იყვნენ. ესენი არიან პოლიტპატიმრების მშობლები და ესენი არიან 9 აპრილის მონაწილე ხალხი, რომელიც აქ იდგა და რუსების ნიშნებს მართლა თავაწეული შეეგება და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა. ასე რომ ისტორიული დღეა და ქართული ოცნების წარმომადგენლების ნაირ უღირს ადამიანებს აქ არაფერი არ ესაქმებოდათ და ასეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა. ლუკა ჭოხონელიძეს usmedit თქვენ პირდაპირ ეთერში. გავესაუბრები სხვა ახალგაზრდებსაც. დათუნა დანელიას ხედავ. დათუნა, გამარჯობა. შევაფასოთ დღევანდელი დღე. 24 საათის გასვლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების დაანონსებული აქცია შედგა და დღეს ვერც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან. აი, შეაფასეთ ეს მოვლენები, რაც ამ 2 დღის განმავლობაში უკვე ვითარდება რუსთაველის გამზირზე. ლიზი, რა თქმა უნდა, მათ არანაირი მორალი არ გააჩნიათ და არც აქვთ მორალური უფლება რომ მოვიდნენ და 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგონ. ეს ხო ყალბია ყველაფერი. ეს არის ფარისევლობა, რადგან ისინი მათ სულებს პატივს არ წემენ. ისინი მათ მონაგონარს პატივს არ წემენ, რადგან მათ საკუთარი სისხლით მოგვიტანეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ხო? ის რომ უნდა მოსულიყვნენ და რაღაც სანქციონა დაეჭოთ, ეგრე არა, იმიტომ რომ ეს ხალხი პოლიტპატიმრების მშობლები, რომლებიც გაამწარეს, რომლებსაც ხარეცნები დადეინეს, არავი ყოველი დღე არის მათთვის კოშმარი, ხო? და უბრალოდ უდა ზარნაძე მოდის და ფარისევლობს, რომ რატო არ გვატებინებს, არა. თქვენ მაგალ მემეს ჯერა იმის, რომ მე რა კოსტავა და ზვიად გამსახურდია, რომ ცოცხლები იყვნენ, ისინი გაასამართლნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ისინი პატივს არ წევენ არც ერთ გმირს, იმიტომ რომ მათ კურსი შეცვალეს, ელემენტარული სიტყვა რუსეთს ვერ ახსენებენ, რომ რუსეთის არმია შემოვიდა 9 აპრილს და დაარბია მოსახლეობა, ხო? ამიტომ კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა გრძელდება. ადამიანს შეიძლება ყველაფერი წაართვა, მაგრამ სულიერ თავისუფლებას ვერ წაართვა და ვერ დაუკარგავ. ზუსტად ეს სულიერი თავისუფლება არის ამ ხალხში, დგას რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილი
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ცრემლავი სიხარული, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანები და ის 21 ადამიანი შეეწირა დამოუკიდებლობას და ასევე დამოუკიდებლობა მოიპოვეთ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის. ძალიან დიდი მადლობა დაცუნა დანელიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ასეთია ვითარება რუსთაველის გამზირზე. ამინდის მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი არის აქ შეკრებილი, განწყობა არის ამაღლებული და ცხადია ჩვენი გადამგების ჯგუფიც რჩება ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით.